მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. გათავისუფლებული საჯარო მოხელის სასამართლო ახალციხეში. ნინო ხაზალაშვილი IP სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში 5 წელზე მეტი ტურიზმის განვითარების და პროექტების მენეჯერად მუშაობდა. 2025 წლის 20 იანვარს სამსახურიდან მისი თქმით ერთ-ერთ პოსტზე ჰაჰა რეაქციის გამოხატვის გამო გაანთავისუფლეს. პოსტის შინაარსზე გათავისუფლებული პირი მედიასთან არ საუბრობს. ინტერმუნიციპალური IP-დან დათხოვილი პირის პირველი სასამართლოს ხდომა დღეს გაიმართა. მოსარჩელე მხარე სამსახურში იგივე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენას და კომპენსაციას მოითხოვს. თუმცა დღესვე ხდომაზე გაირკვა, რომ IP-ში სადაო თანამდებობა უკვე გააუქმეს. ამასთან IP-ის ხელმძღვანელის დავით მუმლაძის თქმით, მათ არც ტოლფასი პოზიციის შეთავაზება შეუძლიათ. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის დაზუსტება დაევალა. მომდევნო ხდომა 25 ნოემბერს ჩატარდება. რა მიზეზით გაანთავისუფლეს ხაზალაშვილი? დღეს მედიის ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან IP-ის ხელმძღვანელმა და მერიის იურისტმა კომენტარი არ გააკეთეს. 30 იანვარს IP-ის ხელმძღვანელი ჩვენს რედაქციასთან ამბობდა, რომ ორგანიზაციაში ხაზალაშვილის პოზიციის საჭიროება აღარ იყო, რის გამოც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. მაშინაც არ გითხარით პოსტის გამო Facebook-ის პოსტის გამო გაათავისუფლეთ პრეზიდენტი, როგორც ამბობს, და ამასთან ეკავშირებით ჩასვანით. თქვენ როგორც იურისტი თქვენც რომ გითხრათ? მე მხოლოდ სასამართლოზე მაქვს წარმომადგენლობა მედიასთან. 20 იანვრამდე ზუსტად ვიცოდი მიზეზი, რისთვისაც გამათავისუფლეს. რამდენიმე დღეში ვნახე სტატია, ინტერვიუ, სადაც გაირკვა, რომ რაღაცა სხვა აბსურდულ მიზეზებზე იყო ლაპარაკი. ამიტომაც დაველოდოთ სასამართლოს და ვნახოთ რეალურად რისთვის გამათავისუფლეს და რა იყო ამისი მიზეზი. მოლოდინი ყველაფრის მაქვს დღევანდელობის გათვალისწინებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ინსტანციამ უნდა აიღოს თავისი წელი პასუხისმგებლობა და ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც შევიტანე სარჩელი და რატომაც ვარ დღეს სასამართლოში, რაც ჩემთვის არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, თუმცა რას ვიზავთ, ყველა ჩვენი ვალი და ვალდებულება გვაქვს. მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა, რომ მოსამზადებელის ხდომიდან გადავიდეთ მთავარ ხდომაზე, რომელიც შემდეგ უკვე ნოემბერში ჩანიშნა და ამ შემთხვევაში უკვე ვიმსჯერებთ კომპენსაციის ნაწილზე და ასევე უშუალოდ იმაზე, რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანის აღდგენა მის პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, ან ტოლფას პოზიციაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლდა და არა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელში გამოხატა თავისი რეაქცია, დაჰაჰავება, მოდი ასე ვიტყვით, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთ პოსტს, რის შემდეგაც მან მიიღო გარკვეული სახის შენიშვნა, რომ თავი შეეკავებინა სოციალურ ქსელში მისი პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებისგან და რეალურად თუ კი ჩვენ გავეცნობით საქმის მასალებს, მარტივად მივხვდებით, რომ ეს არის რეალური მიზეზი და არა ის, რასაც უთითებს მოპასუხე მხარე. ახალციხეში პოლიციამ პნევმატური იარაღი ამოიღო. ფაქტი ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კოსტავას ქუჩაზე დააფიქსირა. ინფორმაცია მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, იარაღი კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთი პირის მანქანიდან ამოიღეს. ამავე წყაროსნობით გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი. დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. სავარაუდო ვერსია აქციებში მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. მანამდე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ მასთანაც მივიდნენ. ფორმულა ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა. რა მუხლით დააკავეს ციცქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, განმარტებას ველოდებით. აქვე გეტყვით, რომ გუშინ დააკავეს და გზის გადაკეტვის მიზეზით 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფორმულას, კიდევ ერთ წამყვან ვახო სანაიას.
გახარიას პარტია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში და საკრებულოში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე თქვა. ამასთან პარტიამ სამცხე-ჯავახეთის ვერცერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არჩევნებში 4%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. რა მიზეზით შეწყვეტეს ბოიკოტი და აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ყოფილი კოორდინატორი სოფიო ხორგუანი. მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.